Salmebit ეს თქვენი დროა პალიტრაზე მე ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი ვარ. შეცვლის თუ არა სატრანსპორტო პოლიტიკა ავარიების სტატისტიკა. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში ჩვენ სტუმართან ერთად. მოგეხსენებათ რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს ამ თვალსაზრისით ქვეყანაში. ავარიების სტატისტიკა წლიდან წლამდე იზრდება მიუხედავად იმისა რომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არის შესული, რომელსაც წესით ავარიების რიცხვი უნდა შეემცირებინა და დაეზღვია ჩვენი მოქალაქეები, მძღოლები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მგზავრები აი ასეთი ტრაგიკული და მძიმე შემთხვევებისგან. ერთ-ერთი ბოლო ცვლილება, რომელიც არის დაანონსებული და რომელიც განხორციელებას თბილისის მასშტაბით იგეგმება, უკავშირდება საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის დაშვებას. რამდენიმე კვირის წინ ეს განცხადება გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ, მან ასევე თქვა, რომ მათ გაითვალისწინეს და შეისწავლეს სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და ნახეს იქ, რომ მოტოციკლებს და მოპედებს შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით აქვთ უფლება იმოძრაონ საავტობუსო ზოლში. მაგალითად, მოიყვანეს დიდი ბრიტანეთი, ესპანეთის სხვა ქალაქები და დაშვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაო, თქვა თბილისის მერმა. ასევე ამ განცხადების გაკეთებისგან თბილისის თავმა დაანონსა, რომ რამდენიმე კვირა დაჭირდებათ იმისათვის, რომ მოკლედ ეს რეგულაციები შეიმუშაონ, შემდეგ ეს ცვლილებები გადაეგზავნება უკვე საკანონმდებლო ორგანოს და დიდი იმედი აქვს, რომ საკანონმდებლო ორგანო აი ამ ცვლილებებს უკვე დააკანონებს და შესაბამისად ნებადართული გახდება თბილისის მასშტაბით საავტობუსო ზოლებში მოპედებისა და როგორც უკვე გითხარით, მოტოციკლების გადაადგილება, სხვათა შორის მხოლოდ აი ამ მოსაოდნელი ცვლილებების დაანონსებას მოჰყვა განხილვა როგორც სამოქალაქო წრეებში, ასევე სატრანსპორტო ექსპერტთა შორის. ყავს ამ ინიციატივას როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. ერთნი ამბობენ, რომ გართულდება ძალიან საავტობუსო ზოლში მოტოციკლების და მოპედების მოძრაობა შეაფერხებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, ასევე იმის გამო, რომ ძალიან სწრაფად ახდენენ მოტოციკლეტების და მოპედების მძღოლები მანევრირებას, შესაძლებელია პირიქით გაიზარდოს, ასე ვთქვათ, ავარიების რაოდენობა, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონაწილეობითაც, თუმცა ყავს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მომხრეებიც, ისინი ამბობენ, რომ ძალიან კარგი იქნება, თუკი განიტვირთება ამ სატრანსპორტო საშუალებებისგან ძირითადი საავტომობილო ზოლების მოძრაობა, იმიტომ რომ იქაც საკმაოდ ხშირია, მოკლედ, უსაფრთხოების წესების დარღვევით მოძრაობა, რაც ავარიების ან საავარიო შემთხვევების მიზეზი ხდება. მოკლედ, ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში ჩვენ სტუმართან ერთად. დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, მინდა წარმოგიდგინოთ დათოს მივესალმები, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და აქვე შევახსენოთ ჩვენს მსმენელებს აუცილებლად ჩვენი ტელეფონის ნომრები 237-103-9, 238-103-9 შემოგვიერთით გადაცემის მსვლელობისას, ვისაც არ გაქვთ შესაძლებლობა შემოგვიერთეთ ტელეფონით, შემოგვიერთით Facebook Live-ის საშუალებით და იქაც თქვენი მოსაზრებები გაგვიზიარეთ. ვიცი რომ მე მოლოდინი მაქვს, რომ მოკლედ ინტერესი ამ თემის მიმართ იქნება დიდი, როგორც ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკის ისე დაგეგმილი ცვლილებებისა, ცვლილება კი არაერთი იგეგმება, გარდა იმისა, რაც უკვე დავაანონსე, იმიტომ რომ სოციალურ ქსელებში და დათოსთან პირდაპირ ამ, ასე ვთქვათ, პოზიცია შეკითხვით გადავალ სოციალურ ქსელებში უკვე გამოითქვა მოსაზრება, რომ მაგალითად ყაზბეგზეო არისო, ისედაცო ველობილიკიო, მაგრამო მოპედები და მოტოციკლები მაინც მოკლედ შუაგზაზე, ანუ ძირითად საავტომობილო ზოლში დადიანო და ვთვლიან, რომ მოკლედ არანაირი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების ზომებს ეს არ გაზრდის. ანუ დავიწყოთ ამ ცვლილებით, თქვენ როგორ ახასებთ ამ ცვლილებას? ხო, საკმაოდ რთული საკითხია დღემშვიდობისა, ხო, არ არის ესე ადვილად სამშობლო, იმიტომ რომ ქალაქები არის დაუშვათ მსგავსი პრეცედენტებით, ქალაქებია, სადაც ავტობუსის ზოლი არის მხოლოდ ავტობუსის ზოლი და ავტობუსისთვის ჩვენს რეალობაში სამწუხაროდ
ავტობუსის ზოლი დატვირთული არის უკვე საკმაოდ არა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არამედ სხვა სატრანსპორტო საშუალებებითაც. მე ხშირად მithქვამს ეს, რომ მათ შორის პოლიციის იმ მხრივ, რომ არა ოპერატიული დაუშვათ ღონისძიებისათვის, ხო, ეხლა არავინ არაფერს არ ამბობს, რომ იქ დაუშვათ სახანძრო ავტომობილი მოძრაობდეს ან საგანგებო სამაშველო სამსახურის ზუსტად მაგისტვის უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამოყენებული ან სასწრაფო დახმარების, მაგრამ ეხლა მშვიდად, როდესაც დასეირნობენ ეგრეთ წოდებულ ნაროშილოვკიანი ადამიანები, ეს არ არის კარგი, არ არის სასიამოვნო და ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკას, რომლის ასე ვთქვათ, მთავარ ამოცანას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს პრიორიტეტული, მხარს უჭერ მე მაგალითად, ხო, პირადად, იმიტომ რომ მინდა რომ ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ბოლომდე განვითარებული, ისე როგორც განვითარებულ ქალაქებში შეშვენის, ამას ხელს უშლის, ხო, იმიტომ რომ ადამიანები უბრალოდ მათ შორის ნახე დიპლომატიური ავტომობილებიც, ხო? არ მხოლოდ ხოთიშორის აი აქაც ხო გაუჟღერებიათ ხშირად, ეხლა იცი რა, მაგალითად პოლიციის სამართალდამცავების მოკლედ იქნება ეს პატრული თუ იქნება ეს კრიმინალური პოლიცია, რიგ შემთხვევაში მათი გადაადგილება შესაძლებელია ჩაითვალოს მიზანშეწონილად, თუ კი მათ დაუშვათ ეჩქარებათ კონკრეტულ ხო გამოძახებაზე, მაგრამ ამისთვის ეხლა იმ სპეცმანქანებს, რომელსაც აქვთ შესაბამისი მაშუქი მაჩვენებელი, ეს ყველაფერი უნდა იყოს ჩართული, იმიტომ სწორედ ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ყველა მგზა უნდა დაუთმოს მათ და არ შეაფერხონ მათი გადაადგილება. თუმცა არა მხოლოდ სპეც დანიშნულების ავტომობილები, არ ვიცი, იქნება ეს დიპლომატიური კორპუსი, შესაძლებელია მათაც სადღაც ეჩქარება და რაღაცა დაშვება მათთვისაც იშვიათ შემთხვევაში, განსაკუთრებულ შემთხვევაში გააკეთონ, მაგრამ ჩვენ გვქონდა იმის პრეცედენტები, როდესაც A კატეგორიის ტაქსების ლიცენზიას ყიდულობდნენ მძღოლები და ამ ლიცენზიის, ასე ვთქვათ, დახმარებით თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საავტობუსე ზოლში. კი, ეხლა დაშვებულია თეთრი ტაქსების მოძრაობა, მოგეხსენებათ, ავტობუსის ზოლში, ამაზეც ასთა სხვადასხვაობა იყო, მათ შორის ჩემ კოლეგებში. მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩემი სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად მხოლოდ ავტობუსებისთვის ყოფილიყო ეს ზოლი განკუთვნილი, თუმცა იდგა პრობლემა გზავრის ჩასხდომა გადმოსხდომის, კერძოდ ტაქსის შემთხვევაში, ხო, ანუ ვერ გადადიოდეს უკიდურეს მარჯვენა ზოლში, რომ გზავრი ჩამოესვა. ხო, ამ მიმართულებითაც დაანონსა ერთ-ერთ მთავრობის ხდომაზე თბილისის მერმა მოსალოდნელი ცვლილებები, მაგრამ მე მგონი აი ამ ანონსის მიღმა საქმე არ წასულა. ხო, ნახოთ პრინციპში რა იქნება, ზოგადად რაც შეეხება მოპედებს, გვახსოვს ჩვენ აქციები იყო ამ მოთხოვნით, ესეც საკითხები, რა თქმა უნდა, აქციების დონეზე არ უნდა წყდებოდეს და აქციების მოთხოვნის, იმიტომ რომ შესაძლოა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს რაღაც ითხოვენ, არ ქონდეთ გათვითცნობიერებული საგზაო უსაფრთხოების სტანდარტები და ნორმები, რაც არ უნდა ეხლა ეს არასასიამოვნო ჟღერდეს, რასაც ვამბობ, ეს ასია. ამაზე ტარდება უამრავი კვლევა, უამრავი ასე ვთქვათ გამოცდილება არსებობს. კი, არის ისეთი გამოცდილებაც, არის ასეთიც, ხო, არის სადაც აკრძალულია, სადღაც დაშვებულია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც, მნიშვნელოვანია ასე დროს მე ვფიქრობ, რომ იგივე მძღოლების შემთხვევაში ავტობუსის მძღოლებს დამატებითი თავსატეხი გაუჩნდათ. თუმცა ახლაც აქვთ თავსატეხი მაგალითად ფეხით მოსიარულეებს, იმიტომ ხშირ შემთხვევაში ამ სატრანსპორტო საშუალებების, ანუ მოპედების და მოტოციკლები იშვიათად, მაგრამ მოპედები უფრო ხშირად გადაადგილდებიან იმ სივრცეში, რომელიც წესით განკუთვნილია ფეხით მოსიარულეთათვის. მეც არაერთხელ კინაღამ გავხდი მაგის ხერხლი, იგივე ტროტუარზე მოპედთან შეჯახების, ხო, ეს ხა. ამიტომ ეხლა ჩვენ მივიღეთ ეგეთი სიტუაცია, რომ მოპედები, რომელთა ხელშემწყობით პირადად მე ჩემი განცხადებები თუ არ, იმიტომ რომ ეს არის ნაკლებად დამაბინძურებელი გარემოსთვის, ხო? არის მცირე გაბარიტის ტრანსპორტი, საცობს არ ქმნის, ასე რომ ვთქვათ და ანუ უნდა შემოვიდეს რაღაცა გარკვეული რეგულაციები, იმიტომ რომ აი ამ თემას აუცილებლად გავაკეთე. კი, არავის არაფერს საერთოდ არ ვიცი, ნამდვილად არ არის, მაგრამ მე როგორც ავტომობილის მძღოლი, აი რა, ასე ვთქვათ, ჩემს დაკვირვებას მოკლედ გაგიზიარებ და მაინტერესებს რამდენად სწორია ჩემი აღქმები. მსმენელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. გამარჯობა. ბატონ თამარ ესეთი შეკითხვა. კატეგორიის ტაქსი მყავს. და როგორც მახსოვს მე კალათემ გამოაცხადა რომ აი კატეგორიის ტაქსი რომელსაც არა აქვს მაგალითად 14 წლამდე შეუძლია ბასლანის სიარული ხო? შეუძლია ჩარ გესმით იქნებ კურსასმენებში მისმინოთ იმიტომ რომ არის მის სტუდიაში.
ახლა გვესმის, დიახ, გისმენთ. ხო, აი ბასლაინში 100 წლიანია ჩემი მანქანა. A კატეგორიის. ბასლაინში შევედი, ჩავისვი მძღოლი, გამოვედი. როგორც მახსოვს, კალაძემ გამოაცხადა, რომ შეგეძლიათ, რომ ჩაისვათ გზავრი და გამოხვიდეთ. ან ჩამოსვათ, გამოხვიდეთ. და რო დავრეკე ტრანსპორტის სამინისტროა თუ რაცა მერის გაყოფილებაში, მითხრენ, რომ წვეტილზე შედიო. ჩაისვიო, მე წვეტილზე გამოდიე, ფაქტიურად 1 კილომეტრი იარეო სადღაცო რა, ამ ბასლაინშიო და რომლის უფლება მე არ მაქვს და თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? კი ბატონო. შევედი, გავაჩერე, ჩავიცი, მგზავრი და მაინც ჯარიმა დამიწერენ და აბსურდია, ხო ახლა წვეტილზე მე რა ვიცი, სად გამაჩერებს გზავრი, ხო? ესე უნდა შევიდე წვეტილზე, ვიარო კილომეტრი. თუ გამაჩერე, არ დამიწერენ, მაპატიებენ? მადლობა მსმენელს 237-103-9 238-103-9 მომატებული ავარიების სტატისტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა, დაგეგმილი ცვლილებები, სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად. დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარეა, ჩვენი სტუმარი, დათოუპასუხეთ და კიდევ ზარის ხმამას. ტაქსებს აქვს ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება, მე როგორც წეგამ თქვი, მე თვითონ თავდაპირველად და პრინციპში დიდათ მომხრე არ ვიყავი არც ამის, იმიტომ რომ ჯერ ისედაც უჭირთ ავტობუსებს გადაადგილება, რაც არ უნდა ბევრი ავტობუსი იყოს დედაქალაქში, თუ ავტობუსის ზოლებში ისინი თავისუფლად ვერ მოძრაობენ, ვერ მივლენ დანიშნულების ადგილზე დროულად. ხო, ანუ გაჩერებიდან გაჩერებამდე მათ ექნება შეფერხება. წარმოგიდგენთ, ყავდეს 2000-ზე მეტი ავტობუსი, მაგრამ იდგნენ საცობში რა აზრი აქვს, ხო, ანუ აქ თავარი პრობლემა არის და რჩება, რომ დროულად იყოს გამტარუნარიანი ის დერეფნები, სადაც ავტობუსები მოძრაობენ. ხო, ჯერ დერეფნები ბოლომდეც არ არის შეკრული, მაგრამ იგივე მოპედების შემთხვევაში ჩვენ რასურათიც მივიღეთ არის ის, რომ ხელშემწყობი უნდა ვიყოთ და სახელმწიფო უნდა იყოს ხელშემწყობი ამ ტრანსპორტის მომრავლების პირიქით და რომ დაიკლოს ეგრეთ წოდებულმა ჯიპებმა და პირიქით გაიზარდოს მცირე გაბარიტიანი ტრანსპორტი, ამ ტრანსპორტმა უბრალოდ ბოლოს ვეღარ იპოვა თავისი ადგილი, ხო? ანუ ტროტუარზე მოძრაობა არ შეიძლება. შუქნიშანზე აქვთ თუ არა, მე მახსოვს, რომ ბოლოს ცვლილებებით მათ ჰქონდათ ვალდებულება, რომ საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილე ვალდებულია დაემორჩილოს იმ წესებს, რომელიც არის ყველასთვის განხორციელებული. მათ შორის ქვეითის ჩვენი მსმენელი ყოველ შემთხვევაში, ვინც ხშირად გადაადგილდება ავტომობილით, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი შუქნიშანს არ ემორჩილებიან, ანუ წითელზე როგორც ჩვენ ვჩერდებით, არ ჩერდებიან და შესაბამისად მძღოლებთან დაკავშირებით, ავტობუსის მძღოლებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ მათ ექნებათ თავსატეხი იმ ხრივ, რომ ავტობუსიდან უკვე ახლოს მოძრავი მოპედები არ გამოჩნდება კარგად, ასე კარგად არ გამოჩნდება ეს მაყურებელმა რო კარგად გაიგოს. ხილვადობის პრობლემა იქნება, არ ჩანს კარგად მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებები, რაც უფრო ახლოს არის ის მით უმეტეს ასეთ დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტთან, ეს იქნება პრობლემა, რა თქმა უნდა. და რაც შეეხება ზარზეც ხო, აი ბატონმა სხვათა შორის ხო არის ასეთი შემთხვევაში ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაშინ რატომ აჯარიმებენ? ანუ წვეტელზე ვერ შეიძლება გასაჩივროს შეიძლება გადაკვეთა, ხო, ზოლი გადაკვეთა, ან მათ შეუძლიათ ავტობუსის ზოლში მოძრაობა, მაგრამ ზოლის გადაკვეთის უფლება არ აქვთ. კი ბატონო, კიდევ ყავს მსმენელები. ალბათ უნდა გასაჩივროს მაინც თუ თქვის რომ. ალბათ ისევ მერიაში, თბილისის საქალაქო სატრანსპორტო სამსახურში. მოგესალმებით, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ ყურადღებით. რა თქმა უნდა, გისმენთ. ხო, ქალბატონო ემა. დიახ. ანუ ბატონი დავითის რა თქმა უნდა ჩახედული კაცია თავის პროფესიაში. იცით რა, ეხლა ძალიან კაი ქართული გამონათქვამია, მამა დავიწყებოდაო და მამინაც ვთქვისულობდაო. ეს ძალიან კარგია ზოლები და ბასლაინი და იქით გადადი, აქეთ გადმოდი. მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა არის და ძალიან ბევრი დამეთანხმება რა. იმიტომ რომ წუხილია უბნებში, სამეზობლოებში, გარეთ გამოდის ხალხი, კაცო. ეს მე ხან მიწის რა მგონია ხო? ღამე რო ხეთქავენ ამ მოტორებს ეს მოტოციკლეტები და ესე მიდიან და ფორმულა პირველი თუ ფორმულა 1 შეიძლება გონია შუმახერები არის ავსე კალაკი კაცო ეს ამაში პატრონი ვინ უნდა იყოს კაცო ის ამბობს არა მე არ მეხება არა მე ეს ბიუროკრატიული მექანიზმი ჩართული აი ესეთი ბიუროკრატული რა მე არა შენ კონდეს კაცო შენი სამსახური ვინ გართმევს ისინი არიან შეშინებულები ამ სამსახურებზე და სკამებზე
მე არ მეხება ეს, მე არ მეხება. აი თქვენ დარეკეთ იქა თქვენ უნდა შეიტანოთ განცხადება. რა განცხადება უნდა კაცო და ქალაქი რამე არის ფეხზე დგას კაცო. თელი ღამე არ მაძინებენ გაგარინზეო, აგერ ჩემი პროდიუსერიც იწერება შემოგვიერთდა. სტიგმები აქვს ბავშვები და სტიგმებიანი ბავშვები გვინდა ეხლა ჩვენა კაცო. მადლობა, მაგელოზი ბავშვები სტიგმებით არიან. საწყლები ძლივს აძინებენ შობლები და მე უცებ ბრახ ჯერ სტრესულ გარემოში ვცხოვრობ. ძალიან სერიოზული პრობლემაა რეალურად და ნორმები რომ ხმაურთან პრობლემაა გაბატონება ძალიან ხოთ მიაღწიოთ. მადლობა, ანუ გამოდის რომ ის ნორმები რომელიც გვაქვს ხმაურთან დაკავშირებით თუ შეზღუდვასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი. მოდი კიდევ ერთი ზარი დათო და შემდეგ ვიპასუხოთ. მოგესალმებით, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? არ ყავს მსმენელი, კი ბატონო, ალბათ კიდევ შემოგვიერთდება. 1-2-3 წუთი მომწევს. აუცილებლად, კი და რეკლამა გვიწევს ამასობაში. ხმაური არის ამ ქალაქის და ჩვენი ქვეყნის ქალაქების ძალიან დიდი პრობლემა. სამწუხაროა, რომ ამ ქალაქებში ცხოვრობენ ისეთი უპასუხისმგებლო ადამიანები, მართლა ერთი შეხედვით ეს არის უპასუხისმგებლობა, მეორე შეხედვით შეიძლება ეს იყოს უცოდინრობაც, არ იცოდე რა ზიანი მოგაქვს, როცა ავტოტრანსპორტს ესე ვთქვათ, სპეციალურად უძლიერებ ხმას, რომ ესე ყურადღება მიიქციო, რომ შენ ქალაქში გაიარე და ამით აზიანებ ბავშვების ჯანმრთელობას, არაძლევს საშუალებას ადამიანებს დაიძინონ, განსაკუთრებით მოხუცების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხო? აყენებ ასე ვთქვათ, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობას დიდ ზიანს და შეიძლება ეს იცი, გესმის, მაგრამ მაინც აკეთებ. ამ შემთხვევაში ხარ ბოროტი ადამიანი, უბრალოდ ამ ქალაქის სერიოზული პრობლემა არის ეს და არაერთხელ ყოფილა ამაზე საუბარი. მაგრამ არ მგონია ხა ეფექტური იყოს ამ ადამიანების დანამუსება, თუნდაც აი ჩვენი ეთერის საშუალებით, იმიტომ რომ სადაც აქამდე აკეთებდნენ, ისევ გააკეთებენ იგივეს. აუცილებლად უნდა ისჯებოდნენ მართლაც, ისჯებოდნენ კანონის ძალიან მკაცრი ზომებით. ადმინისტრაციული სანქციებით, რა თქმა უნდა, და უნდა იყოს ჯარიმა ძალიან დიდი. აი, მართლა ძალიან დიდი ჯარიმა უნდა იყოს, იმიტომ რომ არანაკლებ ზიანი მოაქვს ხმაურით დაბინძურებას, ჰაერის დაბინძურებასთან მიმართებაში. ხო, ორი დაბინძურება ძირითადად ცნობილი ტრანსპორტიდან, ეს არის ჰაერით და ხმაურით. არანაკლებ ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისთვის. ეს ცოტათ უკან გადატანილი თემაა თითქოს, მაგრამ რა თქმა უნდა, შესაბამის სტრუქტურებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას, რა თქმა უნდა ქონდეს შესაბამისი გამზომი ხელსაწყოს, როცა დგება ადმინისტრაციული სანქციები, თვალსაჩინოდ ჩანს და რა ვიცი, ისმის. აუცილებლად უნდა ტარდებოდეს ადმინისტრაციული სანქციები. იყო ამაზე რამდენიმეჯერ დაწყებული, ასე ვთქვათ, ინიციატივაც იყო, ისე როგორც ფოიერვერკებზე იყო ინიციატივები, ხო? ამასთან დაკავშირებითაც და აუცილებლად ზომები უნდა იყოს კაცი. მოდი რეკლამა გამოვაცხადოთ და რეკლამის შემდეგ კიდევ გავშლით ამ თემებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიმართულებით არის რეალურად სამსჯელო ამ პრობლემებზე. რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. ავერსის კლინიკის დროით 15 საათი და 30 წუთია.